წარმოიდგინეთ, დილით მაღვიძარა რეკავს. ძალიან გეძინებათ, დაღლილი ხართ, მაგრამ იცით, რომ შეგიძლიათ კიდევ 5 წუთი გააგრძელოთ ძილი. მეორე მხრივ კი აცნობიერებ, რომ ჯობია ახლავე ადგეთ. და აი, ირჩევთ. გადასციოთ მაღვიძარა. 5 წუთი არაფერს ნიშნავს. ეუბნებით საკუთარ თავს. გაივლის ეს 5 წუთი. შემდეგ კიდევ 5 წუთი. და უცებ დრო უკვე ამოგეწურათ. აღელვებული სასწრაფოდ იცმევთ. დილის ჩვეულ ყავას ნახევრად სვამთ, სახლიდან გარბი ხართ და ნახევარ გზაზე აცნობიერებთ, რომ მნიშვნელოვანი რამ დაგვრჩათ სახლში. ახლა უკვე ფიქრობთ. ეს საშინელი დღეა. ყველაფერი არასწორად მიდის. გულიგწყდებათ, რომ დროულად არ გამოხვიდით სახლიდან, რადგან უკვე საცობები დაიწყო და თქვენ მანქანით საცობში დგეხართ. სამსახურში შესვლისა საკუთარ ანალეგს სარკეში უყურებთ და იძახით, რატომ უნდა იყოს ყველაფერი ასეთი რთული. მოდით ახლა გავაანალიზოთ ეს სიტუაცია. და მე თქვენ გეკითხებით. ეს დღე დაიწყო ცუდად თუ თქვენი გადაწყვეტილებები იყო? ამის მიზეზი. ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო არჩევანი. გადადო მაღვიძარა თუ ადგე წყვეტს დღის, კვირის, თვის და საბოლოოდ მთელი ცხოვრების ხარისხს. თქვენ მეთანხმებით, რომ ასეთი მომენტი ყველას გქონია და თუ ამაზე პასუხისმგებლობას ჩვენ არ ვიღებთ, ეს მეორდება კიდევ და საერთო ჯამში გავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების ხარისხზე, ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს აწმყოზე და ჩვენს მომავალზე. ეს არის ჩვენი ცხოვრების მუდმივი მექანიზმი. თუ არ გავაცნობიერეთ, რომ ჩვენი თითოეული ნაბიჯი ქმნის ჩვენს რეალობას, ყოველთვის მოგვიწევს ვიღაცის ან რაღაცის დანაშაულება. მაგრამ როცა ხვდებით, რომ თითოეული არჩევანი ჩვენს ხელშია, ყველაფერი იცვლება. გამარჯობა. თქვენ უსმენთ პოდკასტს მე ვარ თქვენი მასპინძელი, თამარ ვანელი. ეს დრო თქვენ გეკუთვნით. დრო რომ ირწმუნოთ საკუთარი შესაძლებლობები. გაბედოთ იოცნებოთ და გახდეთ ქალი, რომელიც ქმნის საკუთარ მომავალს. დღეს განსაკუთრებულ თემაზე ვისაუბრებთ, როგორ ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს ცხოვრებაზე. გიფიქრიათ, როდესმე რამდენად ხშირად ვადანაშაულებთ გარემოებებს ჩვენს ცხოვრებაში. რამდენჯერ გვითქვამს, ეს ჩემ ბრალი არ არის. ყველაფერი მისი ბრალია. ეს ჩვენი სახელმწიფო ასე მოწყობილი. და ასე შემდეგ. პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე, ეს არის ნამდვილი თავისუფლების გასაღები. როდესაც ვაცნობიერეთ, რომ ჩვენი ბედის თავარი შემოქმედნი ჩვენ ვართ, ჩვენ წვდით იმაზე ჩივილს, თუ რა ხდება ჩვენს გარშემო და ვიწყებთ მოქმედებას. ანუ ჩვენ აღარა ვართ უბრალოდ პასიური დამკვირვებელნი, ან გარემოების მსხვერპლი, არამედ ხვდებით ჩვენი ცხოვრების ავტორები. მინდა რომ დაინმახსოვროთ ყოველი არჩევანი, რომელსაც ვაკეთებთ, ქმნის ჩვენს მომავალს. დაუკვირდით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. როდესაც ვიღებთ პასუხისმგებლობას, ჩვენ პოულობთ ნამდვილ კონტროლს და შინაგან ძალას, რომელიც გვეხმარება მივაღწიოთ ჩვენს სასურველ მომავალს. იმისათვის, რომ უფრო ნათლად აგიხსნათ, აქ ჩემი ცხოვრების პატარა, მაგრამ გადაწყვეტ ეპიზოდს მოგიყვებით. მე ამ დროს 20-21 წლის ახალი რეპატრიანტი ვარ ისრაელში. არა ვარ მარტო, მაგრამ ეული ვარ. თვითონ ძალიან პატარა. ციცქნა შვილით ხელში, პრობლემების ციხე-სიმაგრეს ვარ შეჭიდებული. იმედი კი არ საჩანს. ყოველი დღე ბრძოლაა, ყოველი ნაბიჯი თვირთი. თავს გრძნობ უსუსურად და ჯერა, რომ გარემოებები ჩემ წინააღმდეგაა. ვფიქრობ, რომ არაფერია ჩემს ხელში, რომ უბრალოდ იმ გზაზე მივდივარ, რომელსაც ცხოვრება მიწესებს. მუშაობ სამრეცხაოში, ხელფასი გროშებია, რომელიც არაფერს ყოფნის. მე ვგრძნობ, რომ ეს დროებითი გამოსავალია, მაგრამ გამოსავალი საიდან? საით მივდივარ? გზა ბუნდოვანია და იმედიც არ არის. მიუხედავად ყოველივე ამისა, ეს სამსახური მაინც მაძლევს მეტნაკლებად უსაფრთხოების ილუზიას. და აი, როდესაც ყველაფერი ისედაც ესე ძალიან არის დაძაბული, უფროსი მეძახის და თითქოს არაფერია. ყოველგვარი ცერემონიალის გარეშე სამსახურიდან მან თავისუფლებს. ვერ რიგებ რატომ და ვიწყებ ქვითინს.
ვიღებ ჩანთას. ჩანთაში მხოლოდ 2 შეკელი და 70 აგოროტია. ხელფასი აღარ მექნება. როდის ვიპოვი კიდევ სხვა სამსახურს, ეგეც არ ვიცი. ეს ფული ავტობუსში როგორ მივცე? ფიქრები, ჭინკებივით დახტიან ჩემს გონებაში. მიუხედავად სიშორისა სახლში ფეხით მივდივარ. შევდივარ სახლში ნამტირალევი, ვეშვები სავარძელში. ანგარიში მიუცემლად. ვრთავ ტელევიზორს და ვისმენ ვინმე ჯორჯ როვალსის სასწაულ ისტორიას. ჯორჯ რივალსი საქართველოდან იყო წასული მოსკოვში. ის ქუჩებს გვიდა. სახლის ნაცვლად კი სადღაც რომელიღაც შენობის ხუნში ეძინა. მას ოცნება ჰქონდა. გამხდარიყო ცნობილი სტილისტი. ამიტომაც მოსკოვში რომელიღაც დნის სალონში უფასოდ ემუშავებოდა ვიღაცას. და ფულის ნაცვლად ის სპეციალობას სწავლობდა. ყოველ შანსს და პრივილეგიებს მოკლებულმა ჯორჯმა მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილებისა და გამბედაობაზე დაყრდნობით საკუთარი სინამდვილე რადიკალურად შეცვალა. უბრალოდ ქართული მეეზოვე მოსკოვში ოლივუდის ლამაზმანებს უწესებდა სტილს. რეპორტაჟის ბოლოს დათქვა სიტყვები ეხლაც მახსოვს. ჯორჯ რივალსის კლიენტებს შორის არიან სხვადასხვა გამოჩენილი მსოფლიო ვარსკვლავები. და აი აქ. ზუსტად აქ ხდება რაღაც უცნაური. თითქოს გონებაში რაღაცა მინათა. ალბათ ეს არის გამოფხიზლება. ხვდები რომ თუ ჯორჯმა შესძლო, ესე იგი მეც შემიძლია. მახსოვს მაღლა ბყარი თვალები და არ თხოვე, არ შევევედრე. უბრალოდ გამოვაცხადე. მე ამას შევძლებ. მე ავიღებ ჩემ ცხოვრებაზე კონტროლს. მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ წარმატებას მივაღწიო. ჩემთვის და ჩემი შვილისთვის. და იმ წამიდან დავიწყე მოქმედება. იმავე საღამოს დავჯექი, ავიღე ფურცელი და დავწერე გეგმა. 3 დღის შემდეგ უკვე სხვა სამსახური მქონდა. 1 თვის შემდეგ უკვე ივრითულს სწავლობდი. 5 თვის შემდეგ კი კოსმეტოლოგიის კურსებზე ჩავეწერე. ყოველი დღე იყო ნაბიჯი საკუთარ მომავლისაკენ. პასუხისგებლობის აღება სწორედ ეს არის. ის მომენტი, როცა ხვდები, რომ შენ შენი ცხოვრების თავარი გმირი და არა მსხვერპლი. ეს არის არჩევანი, რომელიც ცulis ყველაფერს. ახლა აქ შეიძლება დაისვას კითხვა. რატომ ასე ძალიან გვიჭირს პასუხისგებლობის აღება? ყველა ჩვენთაგანს აქვს მომენტი, როცა პასუხისგებლობის აღება სირთულედ მიგვაჩნია. ამის რამოდენიმე მთავარი მიზეზი არსებობს და მათ შორის არის შიში. შიში ავდგეთ და გავიდეთ ჩვენთვის ნაცნობი ზონიდან. შიში იმისა, რომ არ ვიცით რა იქნება. შიში რას იფიქრებენ სხვები? ეს გაუგებრობა თუ რა მოყვება ჩვენს გადადგმულ ნაბიჯს, ეს არის რაც გვაშინებს. რო არ გამოვიდეს, თუ არ გამოვა, მაშინ სხვა გზაც იქნება. ყოველთვის არის გამოსავალი. ერთი გზა თუ არ მიგვიყვანს, მეორე მიგვიყვანს, მაგრამ თუ იქ დავრჩებით, სადაც ავაკ, არაფერი არ შეიცვლება. ჩემთვის მაგალითად პირადად უმოქმედობა უფრო საშიშია ვიდრე მოქმედება. პასუხის აღება საკუთარ ცხოვრებაზე მთლიანად ცვლის ჩვენს რეალობას. ვგრძნობთ თავისუფლებას. ჩვენ აღარა ვართ დამოკიდებულნი გარემოებებსა და სხვების ქმედებებზე. ჩვენ თვითონ ვქმნით საკუთარ სივრცეს. ჩვენ თვითონ ვქმნით საკუთარ ცხოვრების სცენარს. ამასთანავე, როდესაც ჩვენ ვიღებთ პასუხისგებლობას საკუთარ ცხოვრებაზე, ჩვენ ვიძენთ თავდაჯერებულობას. ჩვენი ცხოვრება ჩვენს ხელშია. ჩვენ აღარა ვართ აღარაფრისა და აღარავის მსხვერპლნი. პასუხისგებლობის აღება ნიშნავს, რომ უფრო ღრმად გავიაზროთ, რა გვჭირდება და რა შეგვიძლია გავაკეთოთ პრობლემების გადასაჭრელად. პასუხისგებლობის აღება ცხოვრებაზე ნიშნავს, რომ ჩვენ ვიღებთ კონტროლს და ვქნით რეალობას. რეალობას, რომელიც ჩვენ გვინდა. მე მჯერა, ეს რთულია, ეს მე გამოვცადე, მაგრამ ეს შესაძლებელია. ეს ნამდვილად ერთადერთი ნაბიჯია, რომელიც გვეხმარება გავხდეთ უფრო ძლიერნი, გაბედულნი, ბედნიერნი. ახლა მინდა რომ მოგმართოთ თქვენ. დაფიქრდით, რა ნაბიჯს გადადგავთ უკვე დღეს? იმისათვის, რომ საკუთარ თავზე აიღოთ პასუხისგებლობა. დაფიქრდეთ ამაზე და შეუდგეთ ქმედებას. ცხოვრება თქვენს ხელშია. ის მხოლოდ თქვენია.
ასაკი აქ არაფერ შუაში არ არის. რომელ სოციალურ ფენას ეკუთვნით, არც ეს არის ფაქტორი. წარჩინებულ ადამიანთა ისტორია გადაჭედილია იმ ადამიანთა სახელებით, რომლებმაც ჯოჯოხეთიდან 60 კარი შეხსნეს. შეცვალეს საკუთარი ცხოვრება და არა მხოლოდ საკუთარი ცხოვრება. საერთოდ კაცობრიობის ცხოვრება. აიღეთ პასუხისგებლობა საკუთარ თავზე. ეს ამად ღირს. მადლობა რომ მოусმინეთ დღევანდელ ეპიზოდს. თუ ეს თემა თქვენთვის ასარგებლო აღმოჩნდა, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს და გახსოვდეთ. თქვენი ცხოვრება თქვენ გეკუთვნით.